მოგესალმებით. კითხებით თუ დავიწყოთ. მინდოდა უბრალოდ გამოხმაურება, მცირე გამოხმაურება იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება რეფორმას ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული საშუალებების მიმართულებით მიმდინარე რეფორმებს და ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებაც გაკეთდა. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მაღალი ტრიბუნიდან ისმოდეს მსჯელობა საუბარი იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს საზოგადოებისთვის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხზე აქცენტების გაკეთებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად მართებულად დაიგეგმა მიმდინარე რეფორმა, რომელიც უკავშირდება პირველ რიგში ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემის განახლებას. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ საკითხებზე, რაც უკავშირდება იმ ნაკლოვანებებს, რომელიც ცალსახად გამოვლინდა ამ რეფორმის პროცესში. მოგეხსენებათ, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ მიმდინარე წლის 15 აგვისტოს დასრულდა ის პროცესი, ის ერთი ეტაპი რეფორმისა, რომელიც გულისხმობს კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემის გაუქმებას და შესაბამისად ამ სერვისის მიწოდების გაგრძელებას სახელმწიფო სტრუქტურების მიერ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, ეს იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად შეუიარაღებელი თვალითაც ძალიან კარგად ჩანს ის მანკიერებები, რომელიც თანმხლები იყო კერძო ჩანაცვლებითი სისტემისთვის. რასაკვირველია აღნიშვნას იმსახურებს ის გარემოება, რაზეც გვისაუბრიას, რაზეც საზოგადოებას ხელის მიუწვდება ამ ინფორმაციაზე და უკავშირდება მაგალითად ისეთი პრაქტიკების გამოვლენას, როგორიც არის ერთდროულად ერთი და იგივე პირის სხვადასხვა კერძო ჩანაცვლებით პუნქტებში სერვისის მიღება. ეს ნიშნავს იმას, რა თქმა უნდა, რომ პრაქტიკულად კონტროლის მიღმა რჩება ასეთი ბენეფიციარი. ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული იქნა არაერთი ასობით ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ასეთი პრაქტიკა, რომ პირველივე დღიდან, მას შემდეგ რაც გადმოინაცვლა კონკრეტულმა პირმა სახელმწიფო ჩანაცვლებით თერაპიის სისტემაში, მან მოითხოვა მისთვის მანამდე განსაზღვრული დოზის 3-ჯერ შემცირება. 24 მილიგრამიდან, რაც იყო ყოველდღიური მისი დოზა განსაზღვრული, მან თანხმობა განაცხადა მხოლოდ 8 მილიგრამის მოხმარებაზე. საზოგადოებას ვფიქრობ, საკმაოდ კარგად შეუძლია თვითონ იქონიოს ახსნა ასეთი მანკიერებებისა, რაც შეიძლება ემსახურებოდეს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ დიდი ნაწილის შემთხვევაში პირებისა, რომლებმაც გადმოინაცვლეს სახელმწიფო სტრუქტურებში, აქ გვაქვს ისეთი პრობლემები, რომელიც უკავშირდება ნარკოტიკული საშუალების გატანის მცდელობებს. იქ სადაც ვამჩნევთ ასეთ გარემოებას, ბუნებრივია და სისტემა, რა თქმა უნდა, მზად გახლავთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური წნეხი არსებობდეს ამ მიმართულებით, ბუნებრივია, რომ ამ გარემოებების გამოვლენა ხორციელდება და ბუნებრივია, რომ ჩვენ ვიქნებით მოწოდებული საიმისოდ, რომ არც ერთი ასეთი ინციდენტი არ ფიქსირდებოდეს. აქვე მინდა მეც შესაძლებლობით ვისარგებლო და ყველას მოუწოდო, რომ ასეთი მცდელობის დაფიქსირების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რეაგირება იქნება მკაცრი, რასაკვირველია, ეს იქნება პრობლემა, რომელსაც, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ვერც ერთი დაწესებულება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეეგუება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აი ამ ეტაპის გადალახვის შემდეგ რეფორმის მომდევნო ფაზებიც, რა თქმა უნდა, აქტიურად მიმდინარეობს, ეს უკავშირდება უპირველესად და ეს არის ჩვენი უმთავრესი მისია ამ შემთხვევაში, რომ რაც შეიძლება მეტად ეფექტზე ორიენტირებული იყოს, შედეგზე ორიენტირებული იყოს მთლიანად ფუნქციურად ეს ჩანაცვლებითი თერაპია. ამ შემთხვევაში იგულისხმება ის, რომ მანამდე არსებული პრაქტიკა, როდესაც მთლიანად ორიენტირებული იყო, როგორც პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, პრაქტიკულად ნარკოტიკების ლეგალური უზრუნველყოფაზე იყო ორიენტირებული სისტემა, კერძო ჩანაცვლებითი სისტემა, ჩვენ მოგვიწევს აბსოლუტურად შეცვლა ამ მიდგომისა და შესაბამისად ორიენტირება იმაზე, რომ რაც შეიძლება მაღალი იყოს გამოჯანმრთელების ეფექტი. ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, ხანგრძლივი რემისიის მიღწევის შემთხვევების, რაც შეიძლება გახშირებას, რაც შეიძლება მეტად ორიენტირებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სწორედ ამ გამოსავალზე. სამწუხაროდ მიდგომა იყო ასეთი, როდესაც პრაქტიკულად დოზები იზრდებოდა კონკრეტული ბენეფიციარების შემთხვევაში, მთლიან რიცხვებში, ზოგად რიცხვებში ეს ასე იყო, თუმცა კარგი გამოსავლით დასრულებული მკურნალობის პროცესის შემთხვევები იყო კრიტიკულად მცირე, ან ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არც არსებობდა. ამ მიდგომასაც ბუნებრივია შევცვლით.
რეფორმა სხვადასხვა, ასე ვთქვათ, წახნაგს მოიცავს, მათ შორის არის, რა თქმა უნდა, ისეთი მიმართულებები, როგორიც არის პროცედურების ეფექტიანობის დახვეწა, მათ შორის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება, რომელზეც ახლა მუშაობთ და ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში მოგცემს შესაძლებლობას, რომ ახლო მომავალში მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გქონდეს სრულიად გამართული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტის მქონე ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემა. ვფიქრობ, რომ ეს მოხერხებადია იმის ფონზე, როდესაც ამდენად დიდია საკითხით დაინტერესება და საზოგადოდ მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მხრიდან. მოგესალმებით, ტელეკომპანია იმედი, ეს იყო ჩემი შეკითხვაც, შედეგებთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა კერძო ამ პროგრამის გაუქმებასთან დაკავშირებით, ასევე მინდა კითხოთ, აი კერძო სუბიექტებს აეკრძალათ იმპორტი ფსიქოტროპული მედიკამენტების, ხო, აი ამ მიმართულებითაც რომ შევაჯამოთ, რა მოგვცა პროგრამის გაუქმებამ და რა მიზნით განხორციელდა ეს ასე ვთქვათ, ამ პროგრამის გაუქმება და მომდევნო ფაზებთან დაკავშირებითაც უკვე ისაუბრეთ, რა შეგიძლიათ რომ დაამატოთ ამ მიმართულებით. კი ბატონო. ესეც მიმდინარე ერთ-ერთი პროექტია, რეფორმა, რომელზეც მუშაობთ. ამ შემთხვევაში საკითხი ეხება ფსიქოტროპული ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალებების იმპორტის სფეროში, აი ამ ბრუნვით მაქსიმალურად კომერციული ინტერესის შეზღუდვის მიზანი გახლავთ ჩანაფიქრი მთავარი აი ამ რეფორმის დაგეგმვისთვის და ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ როდესაც პირველად გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის ამის შესახებ, ვფიქრობ სრულყოფილად ახსნა ეს ყველაფერი პრემიერ-მინისტრს და ზუსტად იგივე ხაზით მიმდინარეობს რეფორმა. საუბარი შეეხება იმას, რომ არ შეიძლება სისტემა იმგვარად იყოს ჩამოყალიბებული, კონსტრუირებული, სადაც კომერციული ინტერესი რეალურად შეიძლება წინააღმდეგობაში ექცეოდეს იმ ინტერესთან, რომელიც არის პაციენტის ინტერესი, ჯანდაცვის ინტერესი, რაც არის. ამ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ ცალკეული იმპორტიორები მათ ჰქონდათ, რა თქმა უნდა, დიდი კომერციული ინტერესი, რომ რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო მოხმარება იმ მედიკამენტებისა, რომელიც მეტი რეალიზაციის შემთხვევაში მათი კომერციული ინტერესი, რა თქმა უნდა, არის მზარდი. აი ამის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად მართებულია ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მიღებული და რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ჩაანაცვლებს მთლიანად ამ კატეგორიის მედიკამენტების იმპორტში, ამ შემთხვევაში კერძო კომპანიებს. ეს მართებულია იმის გათვალისწინებით, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, რომ არავინ არ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება მაღალი იყოს მოხმარება იმ მედიკამენტებისა, რომელიც სინამდვილეში გამოიყენება არა დანიშნულებისამებრ და სამკურნალო მიზნებით, არამედ გამოიყენება ბოროტად გამოყენების დანიშნულებით, ეს რასაკვირველია კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ მქონდა სხვათა შორის და მიმდინარეა მონიტორინგს ვაწარმოებთ იმ მიმართულებით, რასაც ფსიქოტროპულ ნივთიერებების ბრუნვა ქვია, ამ მიმართულებით მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ იმპორტიორები არ არიან, ასე ვთქვათ, საკითხთან დაკავშირებულ პირთა წრე, აქ არიან ბუნებრივია ექიმები, აფთიაქები, ბუნებრივია გარკვეული წრე, რომელიც ახდენს, ასე ვთქვათ, მედიკამენტებთან დაკავშირებით ბრუნვაში ვინც ჩართულია. ამ კუთხით სამწუხაროდ არის გარკვეული ნაკლოვანებები, სერიოზული ნაკლოვანებები. ჩვენ ალბათ ახლო მომავალში საზოგადოებას კონკრეტულად მივაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია პრაქტიკა და რა მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ნაკლოვანებები იქნება გამოკვეთილი და გვექნება, რა თქმა უნდა, მოწოდება თითოეული ექიმის, თითოეული აფთიაქის, თითოეული ადამიანის მიმართ, რომელიც შეიძლება გარკვეულ შემთხვევაში იმყოფებოდეს ამ სამკურნალო საშუალებებთან, ყველასთან მოწოდება, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ, მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ ბოროტ მოქმედებისაგან თავის შეკავების თვალსაზრისით, ეს იქნება ჩემი თხოვნაც და გაფრთხილებაც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქაც არავითარი უფლება არ გვაქვს, რომ არ ვიყოთ შეურიგებელნი ასეთ მოვლენებთან დაკავშირებით. ეს იქნება მოწოდება თუ შესაძლოა ვიხილოთ სისხლის სამართლის პასუხისმგებაში ცალკეულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა სამართალდარღვევას, უკლებლიw ყველა სამართალდარღვევას მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მაქსიმალური იყოს გამოვლენა და ბუნებრივია, რომ ამას მოყვება შედეგად რელევანტური სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმები. უმრავლეს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, იმის მიხედვით სამართალდარღვევა, როდესაც ადმინისტრაციული იქნება და ცალკეულ შემთხვევებში ნამდვილად ვერ გამოურიცხავ, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს სისხლის სამართლებრივ დევნას ცალკეული სამართალდარღვევებისთვის. მოგესალმებით ბიზნეს ინსაიდერ საქართველო. ჩვენ ნახეთ, რომ კონკურენციის სააგენტომ დაიწყო ჯანდაცვის სერვისებზე, ასე ვთქვათ, მოკვლევა ინფლაციასთან მიმართებაში. რა შედეგებს ელოდებით ამ კვლევის შედეგად და თქვენი აზრით, რით არის გამოწვეული ეს ფასები, რაც
მომხმარე. კი ბატონო, დიდი მადლობა. ამ შემთხვევაში ჩვენ რასაკვირველია მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომლის მიზანით საბოლოო ჯამში არის იმ ტიპის საქმიანობის გამოვლენა, რომელიც შეიძლება კეთილსინდისიერი ბიზნეს ფარგლებში შეიძლება ვერ თავსდებოდეს. ამიტომ ჩვენი დიდი სურვილია, რა თქმა უნდა, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება იყოს გამახვილებული ამ თვალსაზრისით, რამდენად სწორად ოპერირებს ბიზნეს სექტორი გარკვეული მიმართულებებით. ჩვენ ვნახეთ გარკვეული მათ შორის უპასუხისმგებლო განცხადებებით ცალკეული ბიზნეს სუბიექტების ზოგიერთი ასოციაციის მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ მაგალითად ზოგიერთ შემთხვევაში მეტი მოგების მიღების მიზნით, გარკვეული ხარჯების გადასაფარად და ასე შემდეგ, ისინი მიმართავენ არაკეთილსინდისიერ პრაქტიკას. ეს გახდა ბუნებრივია საფუძველი ასეთი ტიპის განცხადებების არსებობა კონკურენციის სააგენტოს მხრიდან დაინტერესების საფუძველი. ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. ჩემი მოლოდინიც გახლავთ ასეთი, რომ გარკვეული საყურადღებო გარემოებები ერთმნიშვნელოვნად შეიძლება გამოკვეთოს ამ გორმოკვლევამ, როგორც ამ დრომდეც არაერთხელ გამოვლენია. თქვენ გახსოვთ, აი ახლო წარსულში დაასრულა კონკურენციის სააგენტომ მონიტორინგი, რომელიც უკავშირდებოდა ზოგიერთი ფარმაცევტული საშუალების იმპორტს და იქაც სრულიად გაუგონარი და არანორმალური ფაქტები იქნა იდენტიფიცირებული. ძალიან არ მინდა ეს ასე იყოს სხვა სექტორებშიც, მაგრამ ვშიშობ, რომ შეიძლება ასეთი ფაქტები გამოვლინდეს. რა თქმა უნდა, აქაც სახელმწიფო იქნება აბსოლუტურად შეურიგებელი ნებისმიერი ისეთი პრაქტიკის მიმართ, რომელიც ამ შემთხვევაში არ აყენებს ნომერ პირველ ინტერესად პაციენტის ინტერესს. არ შეიძლება კომერციული ინტერესი, ეკონომიკური ინტერესი შეწყნარებადია მანამ, ვიდრე ის წინააღმდეგობაში არ ექცევა პაციენტის საუკეთესო ინტერესთან. ეს არის მთავარი ამოცანა, რომელიც აქვს სახელმწიფოს, როგორც მარეგულირებელს ჯანდაცვის სექტორში ცალკეული საკითხებისა. ეკონომიკურ ფორუმზე ჩვენ ვნახეთ თქვენი ჯანსაღი დისკუსია კერძო სექტორთან. როგორია თქვენი გეგმები ამ თვალსაზრისით კერძო და საჯარო დიალოგის გაძლიერებისთვის? ფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი პრაქტიკა დაინერგა ბოლო პერიოდში ბიზნესთან კომუნიკაციის და ამ კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებულად ვემადლიერებით, ასე შემიძლია ვთქვა. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჰოსპიტალურ სექტორში ძირითადი მოთამაშეები არიან სწორედ კერძო სექტორის წარმომადგენლები და ბუნებრივია მათთან აქტიური კონსულტაცია, საყოველდღიურო ასე ვთქვათ, ურთიერთობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩემთვის ღირებულია ყველა პლატფორმა, სადაც გვაქვს შესაძლებლობა კონსტრუქციულად საქმეზე ორიენტირებით ვიყოთ ჩართული იმ პრობლემების განხილვაში და სწრაფად გადაწყვეტაში, მიუხედავად ამ პრობლემების მასშტაბებისა, პატარა დიდი სულერთია, ბუნებრივია, რომელიც აწუხებდეს შეიძლება ჩვენს პაციენტს. ამ შემთხვევაში ჩვენ ჰოსპიტალურ სექტორს და სახელმწიფოს გვაქვს ხედვა საერთო, რომელიც უკავშირდება პაციენტის კმაყოფილებას. ეს თვითონ ჰოსპიტალური სექტორისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ბუნებრივია სახელმწიფოსთვისაც ანალოგიურად. აქედან გამომდინარე, ეს პლატფორმები რასაკვირველია მოითხოვს კიდევ შემდგომ გაფართოებას, გაღრმავებას ეს ურთიერთობები და ვფიქრობთ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ურთიერთობას. ამრიგად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ღირებულია ნებისმიერი პლატფორმა, სადაც მაქვს შესაძლებლობა კონსტრუქციულად წვავეთ და კრიტიკულად, მაგრამ კონსტრუქციულად მსჯელობისა, რომელიც დაცლილი იქნება მათ შორის აქა-იქ მოარული, პოლიტიკურად მოტივირებული, სრულიად არაკომპეტენტური დამხმარებლებებისგან. მოგესალმებით, თათია წოწონავა, ტელეკომპანია პირველი. ბატონო მიხეილ, პირველ რიგში გკითხავთ თავად პრემიერის სიტყვასთან დაკავშირებით, რაც მოვისმინეთ ჩვენ მთავრობის სხდომის დაწყებისას, ის ძალიან კმაყოფილი არის შინაგან საქმეთა მინისტრის მუშაობით და მან თქვა, რომ ნარკოდანაშაულთან მიმდინარეობს ძალიან აქტიური ბრძოლა, მათ შორის ციტატას მოგიყვანთ, რომ არ შევცდე, ჩვენ გვქონდა შემაშფოთებელი ტენდენციები ნარკოტიკების მოხმარების და გავრცელების კუთხით და ამას ვებრძვითო და მათ შორის ის ამბობს, რომ კონკრეტული სუბიექტები ამ პრივილეგიას უყურებდნენ როგორც ნარკოტიკების ლეგალურად გავრცელების საშუალებას, რაც არის კატეგორიულად ჩანაცვლებით თერაპიაზე მიუღებელი. დიახ, ან მთლიანად კომპლექსურად გეკითხებით, ვის გულისხმობდა ამ შემთხვევაში ეს კონკრეტულად შეგიძლიათ? ეს პრივილეგიებზე რაც ითქვა, მე თუ სწორად გავიგე, რაც იყო ნათქვამი და ვფიქრობ სწორად გავიგე, იყო საუბარი იმ კონტექსტში, რაც ეხებოდა კერძო ოპიოიდური ჩანაცვლებით თერაპიის პუნქტებს, კერძო ჩანაცვლებით თერაპიის პუნქტებს. ვის გულისხმობდა სახელდაგვარებით თქვენ ხომ არ შეგიძლიათ და სახელდაგვარებს რასაკვირველია თავ შევიკავებ, ეს ორგანიზაციები, ვისაც ამ ტიპის საქმიანობის უფლებამოსილება ჰქონდა,
ეს საჯაროა თქვენც მოგეხსენებოდეთ შეიძლება და იოლად შეიძლება ხელი მიგიწვდებოდეთ. რასაკვირველია, რომ სამწუხაროდ ის ტენდენციები, რომელიც და მანკიერებები, რომელიც ახასიათებდა ამ სისტემას, ამის თაობაზე მოგახსენეთ კიდეც. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობით კმაყოფილებას, რაღაც დაგიმალოთ და მეც როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ძალიან კმაყოფილი ვარ იმის გამო, რაც ბოლო პერიოდში მე ვხედავ, რომ მიმდინარეობს ეს მართლაც შეურიგებელი ბრძოლა ნარკოდანაშაულთან. ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის ვფიქრობ. თქვენც ახსენეთ, რომ ბოლო პერიოდში და მათ შორის პრემიერმაც ხაზი გაუსვა, რომ აი გასულ წელთან შეადარა მაგალითად, რომ გასულ წელს იყო ბევრად უფრო მცირე დაკავებების მასშტაბი, მათ შორის მაგალითად ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული პირების კორუფციაზე ისაუბრა, მან ახლა ბევრად გაზრდილია ამ მიმართულებით სტატისტიკა. უკმაყოფილოა ის წინა მინისტრები თუ რატომ ადარებდა მაგალითად გასულ წელს მოქმედი მინისტრის მუშაობას და გულისხმობდა თუ არა კონკრეტულ მინისტრებს, მათ შორის მაგალითად ვახტანგ გომელაურს და უკმაყოფილო თუ არა მისით. გეტყვით. პირდაპირ ვამბობ, რომ მე მგონია, რომ ასე უნდა იქნას აღქმული, როგორც ითქვა ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მხრიდან, პირადად ჩემი განწყობაც და დამოკიდებულებაც გახლავთ აბსოლუტურად იდენტური. მე რასაკვირველია, გახარებული ვარ, რომ დანაშაულთან ბრძოლამ, ნარკოტიკებთან ბრძოლამ, კორუფციასთან ბრძოლამ გაცილებით უფრო მაღალი ტემპი აიღო, ვიდრე ეს შეიძლება ყოფილიყო წინა წლების განმავლობაში. ეს იმის რელევანტურად, რაც შეიძლება იყოს. წინა წლებში რატომ არ იყო ჩაგეკითხებით, იმიტომ რომ აი მაგალითად კრიმინალებთან იყვნენ გარიგებული მინისტრები, გარკვეული ამას მიუთითებს. არა რასაკვირველია, მე ამის თქმა არ შემიძლია, მე შემიძლია ვთქვა, რომ დღეს არსებული კონკრეტული სტატისტიკური რიცხვებზე დაყრდნობით გაკეთებული განცხადება, რომლითაც მოიწონა პრემიერ-მინისტრმა ის, რომ დანაშაულთან შეურიგებელი ბრძოლა გაცილებით უფრო ინტენსიურია დღეს, ეს რასაკვირველია სასიხარულო ამბავია თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის, მათ შორის ჩემთვის. მე ამის თქმა არ შემიძლია. შეგიძლიათ უარყოთ, რომ წინა მინისტრებიდან არავინ არ იყო გარიგებული კრიმინალებთან. მე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ავიღებ ჩემ თავზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმოვადგენ და კონკრეტულ ბრალდებასთან დაკავშირებით, აბა მე როგორ მოგახსენოთ და როგორ უარყუანდავა და ეს არ შეიძლება ის უბრალოდ ჩემთან დაისვას ეს კითხვა. რაც შეეხება საკითხის შინაარს, მე ამაზე მოგახსენეთ დეტალურად, მე მგონია. ვიზა ლიბერალიზაციაზეც კითხავთ. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ეს ნამდვილად ქვეყნისთვის ალბათ და მეთანხმებით. მთავრობის ხდომის დასაწყისში არაფერი არ უთქვამს ირაკლი კობახიძეს ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს? ანუ ანგარიშის გადაგზავნით ეს პროცესი დაიხურა თქვენთვის და ახლა ელოდებით ევროკომისიას. ესე იგი, ჩემთვის ასეთი გახლავთ ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი შეხედულება. ჩვენი სახელმწიფო რეალურად აგრძელებს ევროპული სტანდარტების მიმართულებით მოძრაობას, სწრაფი ტემპით და სწორი მიმართულებით. მათ შორის შეგვიძლია ვთქვათ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ ასოცირების საბჭო გაიმართა, ეგრეთ წოდებული ასოცირების საბჭო გაიმართა აქ მთავრობის ადმინისტრაციაში. მნიშვნელოვანი იყო ეს ანგარიშგებაც, მნიშვნელოვანი იყო მანამდე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი საქმიანობები, რომელიც ევროინტეგრაციას ეხება მათ შორის. აი ამ კონტექსტში მე ვფიქრობ, თუ ჩვენ გავაანალიზებთ ვითარებას, არსებულ მდგომარეობას ძალიან მარტივად ყველასთვის თვალსაჩინო იქნება, რომ საქართველო უკლებლივ ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მაღალი იყოს ტემპი ევროინტეგრაციის. მიუყვებით ასოცირების დღის წესრიგს. მაგრამ არ დაგვავიწყდა, ამიტომაც ითქვა, რომ დიახ, საქართველო არც თუ ისე შორ მომავალში ყველაზე მეტად მზად იქნება გაფართოების შემდგომი ტალღა, როდესაც მოვა და ეტაპი, როდესაც დადგება, საქართველო ყველაზე მეტად მზად იქნება ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის, რომ ის გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. მაგრამ სამწუხაროდ ვიზა ლიბერალიზაცია, ევროპულ გზაზე გარკვეული შეფასებები. სამწუხაროდ, როდესაც ის პოლიტიკოსების განკეთდება, ხშირ შემთხვევაში არის მოტივირებული და ნაკარნახები მიკერძოებული მცდარი პოზიციებით. ეს სამწუხაროდ პოლიტიკური პროცესისთვის დამახასიათებელი გახდა ბოლო პერიოდში, მათ შორის ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ცალკეულ შემთხვევაში მოსაზრებების ტირაჟირება, რომელიც სამწუხაროდ რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც მაგალითად ცალკეული ევროპული სტრუქტურები შეფასებებს აკეთებენ პროფესიონალურ მიუკერძოებელ დონეზე. დიახ, დღეს საქართველოს ძალიან კარგი შესანიშნავი მაჩვენებლები აქვს, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, მათ შორის იმ ღირებულებების მიმართულებით განვითარების თვალსაზრისით, რომელიც მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. იქნება ეს სამართლის უზენაესობა თუ კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვისაც ამ წარმატების დანახვის სურვილი არ აქვს და ასეთები სამწუხაროდ შეიძლება იყვნენ
ბიუროკრატთა შორის სამწუხაროდ ეს სხვა პრობლემას განაპირობებს და არა იმას, რომ საქართველოს რაიმე პროცესი შეიძლება ჩამორჩებოდეს. კი ბატონო, ამაზე დისკუსია ძალიან შორს წაგვიყვანს. ბოლოს ერთს კითხავთ. არ მგონია თქვენი გამარჯვებით დასრულდეს მე ეს. მე მგონი პირიქით, მაგრამ კარგი. ბატონო მიხეილ, ბოლოს კითხავთ, თქვენც თუ იზიარებთ, აი მაგალითად ირაკლი კობახიძის პოზიციას და გუნდის ლიდერების პოზიციას, რომ ევროკავშირის სუვერენიტეტის დათმობას გთხოვს სანაცვლოდ და კაცების გათხოვებას მაგალითად. ხო, ესე გაშარჟება და ესეთი დამოკიდებულება მე ვფიქრობ არ ვარ გამსაკითხის. არ ვარ გამსაკითხის, ხო, გაშარჟება და ესე გაუბრალოება. საქმე რაში გახლავთ, იცით, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ მაგალითად ის კანონი, რომელიც არის მცდელობა, რომ კონტროვერსიულ, ასე ვთქვათ, თემად დაბადონ, ასე ვთქვათ, ეს თემები, რომელიც უკავშირდება მათ შორის ოჯახურ ღირებულებებს. ეს სამწუხარო საყურებელია, რომ თითქოს ეს კანონი რაიმე ფორმით შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროინტეგრაციას საქართველოში. მე ასე არ ვთვლი და ვინც წაიკითხავს ერთხელ ამ საკანონმდებლო აქტს, მე მგონი ყველა კარგად მიხვდება, რომ არაფერია ისეთი, რასაც შეუძლია ჩვენი ევროინტეგრაცია დააბრკოლოს. ადამიანები, ვისაც სურვილი აქვს, რომ ეს ასე იქნას აღქმული და ასეთი არასწორი ილუზია შეიქმნას, მათ სამწუხაროდ ამას ვერ მოვკითხავთ, მათ აზრზე დამოკიდებულები ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ ეს მიკერძოებული პოლიტიკური აზრი შეიძლება იყოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩემი მოწოდება და მათ შორის თქვენს მაყურებელს, სხვა მაყურებელს ყველას ვთხოვდი, რომ წაიკითხა ის საკანონმდებლო აქტი და დაფიქრებულიყო, აი რიტორიკული კითხვა დაუსვას თუნდაც საკუთარ თავს, რა არის იმ კანონში ისეთი, რაც შეიძლება იყოს ევროინტეგრაციასთან არათავსებადი. ამიტომ მე თხოვნა მაქვს თქვენს მიმართ, რომ ნუეცდებით, რომ ეს რაღაცნაირად დააკნინოთ ამ საკითხის, ამ სადისკუსიო არავითარ შემთხვევაში ასე ნამდვილად არ ოკეთებს არც ერთი ჩვენი გუნდის წარმომადგენელი, ამიტომაც უნდა ვთქვათ, რომ აი ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელზეც სავარაუდოდ თქვენ საუბრობთ, წაიკითხეთ და მიპოვეთ ერთი წინადადება, რომელიც შეიძლება ევროპულ ინტეგრაციასთან შეიძლება არათავსებადი იყოს. მოგესალმებით ბატონო მიხეილ, თქვენ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდით რომში ვიზიტით, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეთ, მათ შორის კოლეგა მინისტრთან, რომ შევაჯამოთ თქვენი შეხვედრები. კი, ეს ძალიან კარგი ვიზიტი გამოვიდა, ეს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სწორედ ის, ასე ვთქვათ, სამიტი იმართებოდა, რომლის ფარგლებშიც მიიღება გადაწყვეტილებები მსოფლიო კონგრესის ჩატარებასთან დაკავშირებით და საბედნიეროდ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი შესაძლებლობებიც, ჩვენი განწყობა, ჩვენი დამოკიდებულება და სწორედ იქ იქნა მიღებული გადაწყვეტილებები, აღინიშნა ამის შესახებ, რომ 2 წლის შემდეგ საქართველოში ჩატარდება მსოფლიო კონგრესი, რაც რასაკვირველია, რომ ჩვენი ქვეყნის მორიგი აღიარება იქნება, ეს განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო. ისედაც არაჩვეულებრივი ვიზიტი გამოვიდა, იმიტომ რომ მართლაც ძალიან საინტერესო საკითხებზე აქცენტით უკავშირდებოდა ეს მათ შორის ისეთ საკითხებზე დისკუსიას, რომელიც გულისხმობს მაგალითად მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების, რაც შეიძლება მეტად ინტეგრაციას ჯანდაცვის სისტემებში. ეს განსაკუთრებულად საყურადღებო და საინტერესოა და ვფიქრობ, რომ სამომავლო თანამშრომლობისთვისაც ძალიან ბევრი, ძალიან კარგი შესაძლებლობა გამოჩნდა ასრულიად ახალი ჰორიზონტები ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის და ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ძალიან კარგი ნაყოფიერი პროექტების საწყისად გამოყენებული იქნება უახლოეს მომავალში. ბოლო შეკითხვას დავსვამ ალბათ. ბატონ მიხეილ, მე მინდა გკითხოთ მთავრობის ეფექტიანობის გაუმჯობესებით საქართველოს 21 საუკუნის საუკეთესო სამეულშია დასახელებული და შეფასების ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს. აი ამასთან დაკავშირებით, როგორი არის თქვენი შეფასება, ეს კვლევა არის ერთ-ერთი გავლენიანი ორგანიზაციის მიერ მომზადებული, რომელსაც მათ შორის ევროსაბჭო უკვეთავს. კი. ეს სხვა შორის აი სულ ცოტა ხნის წინ რაც ვისაუბრე, ამის პირდაპირ და ნათელი დადასტურებაა. სწორედ ევროპულ სტრუქტურებში განხორციელებული კვლევების შედეგად ყველა კვლევა ასეთია პრაქტიკულად ცალსახად დასტურდება, რომ საქართველოს აქვს პროგრესი. ყველა იმ ღირებულების დანერგვის მიმართულებით, რომელი მიმართულებაც ღირებული შეიძლება იყოს ევროკავშირისთვის. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და ამაზე საზოგადოებასაც სრულიად ჩამოყალიბებული აზრი აქვს. აი რაც შეეხება კონკრეტულად ეფექტიანობის გაზრდას და გაუმჯობესებას, ეს უნდა ვთქვა თვითონ აი კითხვაშივე აღინიშნა, თუ რაოდენ შთამბეჭდავია ის რეზულტატი, რომელიც საქართველოს აქვს და რომელიც პროფესიონალებისთვის უდაო ჭეშმარიტება გახლავთ. კონკრეტული რიცხვები, რომელიც არ შეიძლება რომ იტყუებოდეს, სწორედ ამ რიცხვების მეშვეობით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საქართველოს აქვს გაუმჯობესება და პროგრესი ისეთი, რომელსაც შეიძლება
სამაგალითოდ მიიჩნევდეს ძალიან ბევრი ქვეყანა. სამაგალითო ქვეყნად არის განხილული საქართველო, სამწუხაროდ არიან პოლიტიკოსები, როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენი ქვეყნის გარეთ, რომელსაც უბრალოდ ასე ვიტყვი, სიკვდილივით არ უნდათ იმის დაჯერება, რომ საქართველო რეალურად პროგრესირებს და მაინც ჯიუტად განაგრძობენ საზოგადოების საპირისპიროში დარწმუნების მცდელობებს, რომელიც მცდელობებიც რასაკვირველია გათვლილი შეიძლება იყოს გარკვეულ დროებით მონაკვეთზე, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ხანგრძლივი ვადით ეს ვერ იქნება აღიარებული ყველანად საზოგადოების მხრიდან. ამიტომ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველა ამ კვლევის შედეგად, რომ უდაოა, რომ საქართველოს სწორი მიმართულებით ვითარდება და მიუთარდება არაჩვეულებრივი ტემპით. ბატონო მიხეილ, მოგესალმებით. აქცია არის ახლა ჯანდაცვის სამინისტროსთან და თქვენთან შეხვედრას ითხოვენ ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტებზე და კვლევების ხელმისაწვდომების კუთხით. თუ შეხვდებით, რა გაქვთ სათქმელი ამ ადამიანებისთვის? იცით, ონკოლოგიის მიმართულებით ხო შეხვედრა არც არასდროს არც პრობლემაა და არც თვითმიზანი გახლავთ. არ შეიძლება ეს პოლიტიკური საჯილდაო ქვად იქცეს, ასე ვთქვათ, შეხვედრა ან არ შეხვედრა. არ მგონია, რომ ჯერთი ონკოლოგია ის თემაა, სადაც გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ხელის მოთფობის მცდელობები უნდა აფიქსირონ. ეს ძალიან ცუდი საქმეა. მათ შორის ეთიკური თვალსაზრისით, ესეც უნდა ვთქვათ. რაც შეეხება თვითონ საკითხის შინაარსს, ალბათ უნდა ითქვას კონკრეტულად, რა მოთხოვნებია, რა საკითხებია და კონკრეტული გადაწყვეტილებები როგორ იქნას მიღებული სწორი მიმართულებით. მე მგონია, რომ საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მართლაც ძალიან აქტიურია სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტებისთვის მხარდაჭერის თვალსაზრისით. მე მგონია, რომ ამ კუთხით რიცხვები მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ თუ კი რამდენიმე წლის წინ 50 მილიონს არაჭარბებდა ონკოპაციენტებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი, დღეისთვის ეს თითქმის 300 მილიონს უტოლდება. ამიტომ მე მგონია, რომ ეს თვალსაჩინო არის საზოგადოებისთვის ისედაც და ასეთი ინიციატივები, რომელიც უკავშირდება ცალკეულ გაუმჯობესებებს, ბუნებრივია ამას მუდმივად ისედაც ყოველგვარი ხელოვნურად მოგონილი აქციების გარეშეც ყურადღებას ვაქცევთ. მათ შორის აი ეს ხალხი, ვინც შეიძლება არ ვიცი ზუსტად იმყოფებიან თუ არა, მაგრამ იმყოფებოდნენ შეიძლება იმ აქციაზე, რომელზედაც თქვენ საუბრობთ, არასდროს მათ შეხვედრის პრობლემა არ ქონიათ და არ ვიცი რისთვის შეიძლება სჭირდებოდეთ, ხმამაღლა თქვა, რომ მათ მოთხოვნა აქვთ სამინისტროსთან შეხვედრის, როდესაც ამ შეხვედრებს ისედაც, როდესაც ყოველგვარი ხმაურის გარეშე ითხოვენ, ისედაც ყოველთვის ღებულობენ. არ მგონია, რომ სადმე ღია დახურულ კარს წააწყდნენ. ჩვენი სამინისტროს კარი ამ თვალსაზრისით ყოველთვის ღია გახლავთ. დიდი მადლობა. BMG თელარი გელანტია, რამდენიმე კითხვა მაქვს ბატონო მიხეილ, თქვენ ახსენეთ, რომ აი ახლახანაცო გაიმართაო ასოცირების საბჭოს სხდომაო. შეგიძლიათ დამი კონკრეტოდ რა იგულისხმოთ, იმიტომ რომ ბრიუსელში როგორც ვნახე და ახლა გადავამოწმე ინფორმაციაც. ბრიუსელში არა, საქართველოში. მარტო ბრიუსელში არ მიმდინარეობს პოლიტიკის წარმოება. ვიცი, უბრალოდ მთავარია, რასაც თქვენ ამბობთ, ეს ჩაგვითვალონ იმათაც საითგანაც მივდივართ. ჩვენთვის მთავარი რაც არის, ეს არის ობიექტურად ჩვენ რაც განსაზღვრულია ასოცირების შეთანხმებით, რომ გვაქვს ვალდებულებები, კონკრეტულად ის ვალდებულებები, ვის წინაშე გვაქვს ეს ვალდებულებები? და იყოს სრულფასოვნად შესრულებული. ამ პროცესს, როგორც ეს დაპირებული იყო, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყანა მიყვება განუხრელად. აი ეს არის მნიშვნელოვანი. ეს მოწონს ვინმეს თუ არ მოწონს, ეს არის ფაქტი. ასოცირებით აღებული ვალდებულებები საქართველოსა და ევროკავშირის შორის შეთანხმების ნაწილია, ხო? დიახ, რა თქმა უნდა. კი, და ამიტომ ევროკომისია, როდესაც გვეუბნება, რომ არ გამართულა ბოლოს სხდომა ასოცირების საბჭოსი გაიმართა შარშან თებერვალში, იმიტომ გახლავთ თქვენი მსჯელობის მთავარი ნაკლოვანება გახლავთ. როდესაც ნახეთ არ ინტერესდებით, რა არის ობიექტური ჭეშმარიტება და ყურადღებას აქცევთ მხოლოდ იმ განცხადებებს, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში პოლიტიკური მოტივაციის გამო ხშირად არის რბილად რომ თქვა აცდენილი რეალობას მცდარი არგუმენტებია მოხმარებული. ესე იგი, ნახეთ რა არის ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი პრობლემა, რაც გახლავთ, მთავარი პრობლემა. ეს არის გამოწვეული, ვფიქრობ, სწორედ იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომელთა მთავარი ამოცანა, ნომერ პირველი ამოცანა არის საქართველოში ოპოზიციის მხარდაჭერა. მათი გადმოსახედიდან დანახული ცალკეული რეფორმები მათთვის კარგი ამბავი არ არის. მათი პოლიტიკური ხაზისთვის ეს არ არის კარგი ამბავი. ამიტომაც ცდილობენ სამწუხაროდ არასწორად ინტერპრეტირებას ცალკეული ფაქტებისა, თუმცა ფაქტები არის მეტყველი, ფაქტები არის ჯიუტი, ფაქტები ამბობს ერთმნიშვნელოვნად საქართველოს აქვს პროგრესი ამ მიმართულებით. სხვა თემებზეც კითხავ, იმიტომ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ერთ რეგიონს. ვერ გაიქცევით იმას, რაც არის ფაქტი.
ფაქტი ჯიუტია და არის ძალიან სამწუხარო. ბატონო მიხეილ, ჯანდაცვის თემებთან დაკავშირებით გითხავთ რამდენიმეს. ადრეთ დაგისვით ეს კითხვა, როდესაც ახალ დანიშნული მინისტრი იყავით, ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები 2017 წლის მერე არ ქვეყნდება. ჯანდაცვის სპეციალისტებს, როდესაც ვესაუბრებით სექტორის წარმომადგენლებს, ამბობენ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კეთდებოდეს, ისიც არ ვიცით, კეთდება თუ არა და თუ კეთდება, რატო არ ქვეყნდება, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდეთ, რამდენ მილიარდსაც ხარჯავთ, რამდენად ეფექტიანია, საით მიდის ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, რამდენადაა პაციენტზე და ადამიანზე მორგებული. ხომ არაპირებთ დაიწყოთ ამ ანგარიშების გამოქვეყნება, იმიტომ რომ ირაკლი კობახიძე ხშირად იწონებს თავს, რომ ჩვენ ვართ გამჭვირვალე და იქ განკარგულებებს ადრე წინა მალავდა, მე ვაქვეყნებოდა. პრემიერ-მინისტრი იწონებს ტრანსპარენტულობით, რასაკვირველია, ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად მართებული და სამართლიანი შეფასებაა. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ანგარიშების გამოქვეყნებას. პირველი რაც უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის ერთადერთი ანგარიში, რომელიც შეიძლება იძლეოდეს ინფორმაციას ქართული ჯანდაცვის სისტემის შესახებ. ესეც გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, მათ შორის ისეთი სიახლის შესახებ, რომელიც კარგი საშუალებაა ზუსტი ინფორმაცია ვიქონიოთ ქართული ჯანდაცვის მაგალითად რა წავიკითხოთ შესახებ. ძალიან ბევრი კონკრეტული სექტორული კვლევებია, რომელსაც აქვეყნებენ სახელმწიფოც აქვეყნებს და არაერთი ასოციაცია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის ეროვნული ანგარიში სახელით მეტყველებს, რომ ფართოდ გვაძლევს. პასუხი უნდა მაგროვოთ, იმიტომ რომ მესმის შეიძლება არ გიხაროდეთ ეს, რასაც გეუბნებით, მაგრამ ეს ასეა. არ არის ეს სახუმარო? რატო არ უნდა გიხარდეთ? რაც შეეხება, ნახეთ სამინისტროს, ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ სწორედ იმ დაფინანსების მიღმა, რა არის სანაცვლოდ მიღებული სიკეთე, ასე ვთქვათ, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნების გაუმჯობესების თვალსაზრისით და ასე შემდეგ, ეს არის მთავარი პრიორიტეტი. თუ არა და გახსოვთ მაგალითად, არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაკეთდა ამაზე განცხადება, რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე მუშაობა. ესეც გაგრძელდება და ამ შემოდგომაზეც გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ ახალი ინფორმაცია გასავრცელებელი. აი იქიდანაც დაინახავთ, რომ მთავარი პრობლემა, მომისმინეთ გეტყვით, ნახეთ, ეს არის ყველაზე მთავარი მიმართულება, რომელიც ამ თვალსაზრისით თავის დროზეც გამოიყო, ეს არის ეფექტიანობისთვის აუცილებელი საზომები. აი ეს ეფექტიანობისთვის აუცილებელი საზომი, როგორც კი იქნება განსაზღვრული, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ისეთი პრობლემა, რომელზეც შეიძლება ახლა თქვენ შეიძლება ისაუბროთ, რეალურად აღმოიფხვრება. ეს არის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი და მე არ მგონია, რომ მე მაინც ვიტყოდი თითიდან გამოწვეული იმ პრობლემაზე. არ გამოქვეყნდება კი თუ არა, უბრალოდ რო იცოდეს სექტორმა და როცა იტყვიან, რომ აი გამოქვეყნდება, როგორც კი ეს გახდება, რა თქმა უნდა, იმ დონისა და იმ შესაძლებლობების მქონე დოკუმენტი, რაც არის აუცილებელი. კი ბატონო, კიდე რამდენიმე კითხვა, როგორც იცი ამ თემაზე. ფორმალური საკითხი უბრალოდ ამის გამოქვეყნება. შინაარსობრივად უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ისეთი, რომელიც კონკრეტულ კითხვებზე პასუხს მისცემს საზოგადოებას. კარგი. დაშენებულ პაკეტებზეც მინდა კითხოთ, ეგრეთ წოდებული, რასაც სექტორი კაიხანია ითხოვს და სულ აქვს ხოლმე ესეთი არგუმენტი, რომ ჩვენ ვერ ვიგებთ, რატო გვეუბნება, რატო არ არის ამაზე თანახმა ჯანდაცვის სამინისტრო, ამით შეიძლება უფრო ეფექტიანადაც დაიხარჯოს სახელმწიფოს ფული, მოწყვლად ფენებს უფრო მეტი. გითხრათ სასურველია, რომ ეს დაასახელოთ, იმიტომ რომ მე რომ მათ შორის აი ჯანდაცვის სექტორის მათქმევინეთ. დავასახელებდი. ერთი წამით უნდა თქვათ, იმიტომ რომ მე როდესაც შევხვდი მაგალითად იმ ხალხს, რომელსაც დღესაც აღინიშნა იმ პლატფორმის შესახებ, იქ მქონდა ამ თემაზე შეხვედრა. მე იქ ნათქვამი მაქვს პირადად, რომ წარმოადგინეთ მოსაზრებები, კონკრეტული კონცეფცია და ვიმშევოთ. სამწუხაროდ დღემდე მე ეს არ ვიმიღია, იმიტომ რომ არსებობს მათ შორის კითხვები, რომელზე პასუხიც მნიშვნელოვანია, რომ გაჩნდეს, მათ შორის პირიქით სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობის კუთხით, ამიტომ ეს გასარკვევი, გასარჩევი შემდგომი მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს. კი ბატონო, არ ვიცი რა შეხვედრაზე საუბრობთ, ალბათ მედიისთვის ღია არ იყო, ამიტომ არაერთი იყო ასეთი შეხვედრა, მე შემიძლია ანუ რას ელოდება, მაშინ ასე დავსვამ კითხვას და იქნებ BMG საშუალებით მთელმა ინდუსტრიამ გაიგოს. სადაზღვევო ინდუსტრიისგან რას ელოდება ჯანდაცვის სამინისტრო, რომ ეგრეთ წოდებულ დაშენებულ პაკეტებზე დაიწყოს მსჯელობა. კონკრეტული კონცეფცია შეიძლება რომ ჩამოყალიბდეს მათი მხრიდან და კონკრეტული კონცეფცია იქნეს წარდგენილი განსახილველად. რაც შეეხება ამ დაშენების მიმართულებას, დაშენებაზე ბევრი განსხვავებული კონცეპტუალური შეხედულება შეიძლება არსებობდეს. თვითმიზანი არ შეიძლება იყოს დაშენება, თუ არ შევთანხმდით კონკრეტულ შინაარსს. კარგი.
შემდეგი კითხვაც ავტომობილებზე მესამე პირის პასუხისმგებლობა ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა დაზღვევის სექტორის ინდუსტრია და ეს კითხვებია, რაც მე უნდა დამისვათ კითხვა, ეხლა სავალდებულო მესამე პირის წინაშე სავალდებულო პასუხისმგებლობა არ არის. ჯანდაცვის სექტორით მათ შორის მუშაობდა არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვები, მაგრამ როგორ თქვენს გეხებათ? არა? არ მე უშუალოდ ეს არ მეხება, ჩვენ არ ვართ ის, ვინც მუშაობს ამ პროექტზე. შეიძლება ჩართული ვიყოთ რომელიმე კომისიის ფორმატში. უმჯობესია თუ ამაზე კითხვას დაუსვამთ მათ შორის პარლამენტის შესაბამის დარგობრივ კომიტეტებს და შესაბამის სამინისტროებს. დიდი მადლობა. ხო? კვლევა დაიწყო ამ გაძიურებასთან დაკავშირებით, თუმცა სექტორს რა თქმა უნდა და ბიზნეს ბუნებრივია აქვს მოლოდინი. ვინც ეს თქვენ გითხრათ, რომ ეს DRG შეიძლება ეხებოდეს ის რაზედაც კვლევას იწყებს კონკრეტულად. არა, ვიცით რომ არ ეხება. არა, ეს თომაში შეგიყვება. არა, პირიქით DRG-ში ცვლილება ვერ იქნებოდა უბრალოდ, იმიტომ რომ DRG არის რეგულირებული ფასი. DRG-თ რეგულირებულია ყველა აი მნიშვნელოვანი სერვისი და სახელმწიფო რასაც აფინანსებს. ამის მიღმა რაც არის. აი მაგალითად ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით თუ გაიზარდა სახსრები ან ზოგიერთ შემთხვევაში კერძო საკითხებისთვის იქ გამოიკვლევს. ხო არის გეგმება უკვე დადგენილი ტარიფების თქო, ცალკე თემა არის სრულიად უბრალოდ ეს მუდმივად ამასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. სხვადასხვა პრიორიტეტის ხარისხი აქვს ამას ყველაფერს, ეს მიმდინარეობს. ეს თავიდანვე, როდესაც DRG-ზე პირველად საუბარიც რო დაიწყო, თავიდანვე ითქვა, დიახ, თუმცა თვითმიზანი არ არის რაღაც პერიოდულობით ცვლილების შეტანა. აი, როდესაც მომწიფდება საკითხი იმგვარად, რომ იმაზე ჩამოყალიბებულად შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება გადაწყვეტა, შემდეგ უნდა გადაწყვეტოს, თორე არც ერთი პერიოდულობა თვითმიზანი რა თქმა უნდა არ გახლავთ. ჯერჯერობით არა, ნამდვილად შეიტყობთ ამის შესახებ. დიდი მადლობა.